კანონის დაუმორჩილებლობა დემოკრატია არ არის. ეს ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ სირცხვილიას აქტივის განუმარტა. მომჩივანის მოთხოვნისა და სურვილის საპირისპირო სტრასბურგმა დაადგინა, რომ არც შეკრების და გამოხატვის თავისუფლება დარღვეულა, არც საქმის სამართლიანი განხილვის უფლება, არც დაკავება ეწინააღმდეგება ევროპული კონვენციის მეხუთე მუხლს. მომჩივანი წაგებულ დავას ზეიმობს მისი ინტერესების დამცველი საია დუმს. სტრასბურგის პრეცედენტული გადაწყვეტილების გადაფარვას მხოლოდ იმ ერთადერთ მუხლზე აქცენტირებით შეეცადნენ, რომელიც ევროპულმა სასამართლომ დასაშვებად ცნო. მარიამ ქართველიშვილის სიუჟეტი. სასამართლო კიდევ ერთხელ აღნიშნავს, რომ დემონსტრაციების ორგანიზატორებისთვის, როგორც დემოკრატიული პროცესის მონაწილეებისთვის აუცილებელია დაიცვან ამ პროცესის მარეგულირებელი წესები. ევროპელმა მოსამართლეებმა ქართული პროტესტის ავანგარდში მყოფებს დემოკრატია დაუწუნეს. ეგრეთ წოდებული პროევროპული აქციების შემქმნელებს ევროპულმა სასამართლომ უთხრა, რომ კანონის მოთხოვნის დაუმორჩილებლობა ევროპულ დემოკრატიას ცდება. სირცხვილიას აქტივისტის ლექსო მაჭავარიანის სარჩელზე გამოტანილმა ვერდიქტმა რუსთაველის პროტესტის რადიკალურ ფრთას ცივი წყალი გადაასხა. 2020 წელს პარლამენტთან შეშის შეტანის დროს დაკავებული მაჭავარიანი ითხოვდა თავისუფლების უსაფრთხოების, სამართლიანი სასამართლოს უფლების, გამოხატვის თავისუფლების და შეკრების დარღვევის დადგენას, თუმცა სტრასბურგის სასამართლომ არც ერთი ძირითადი მოთხოვნა არ დააკმაყოფილა. მნიშვნელოვანია ხაზგასმით აღინიშნოს, რომ განცხადებელს შეეძლო გამოიხადა თავისი უკმაყოფილება მთავრობის მიერ კომენდანტის საათის დაწესების მიმართ, თუ ის დაემორჩილებოდა პოლიციის მითითებას არ წაეღო შეშათან. ევროპელი მოსამართლეები გადაწყვეტილებაში წერენ, რომ ქართულმა სასამართლომ სირცხვილიას აქტივისტის ადმინისტრაციული სამართალწარმოება მიუკერძოებლად და ევროპული კონვენციის დაცვით განიხილა. პროცესში დაცული იყო მხარეთა თანასწორობის პრინციპი, ხოლო დაკავება სრულიად კანონიერი. ევროპული სასამართლოს დღევანდელი გადაწყვეტილებით კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ შეკრება მანიფესტაციების დროს ქართული პოლიცია მოქმედებს ევროპული კონვენციის დადგენილი სტანდარტებით. ევროპულმა სასამართლომ აღნიშნა, რომ როდესაც მომიტინგეს შეკრება მანიფესტაციის დროს მიაქვს ისეთი ნივთები, რომელიც საფრთხეს უქმნის საზოგადოების უსაფრთხოებას და კონკრეტულად ამ შემთხვევაში საუბარი იყო შეშის მიტანაზე, თუმცა ეს ვრცელდება ყველა მსგავსი ხასიათის მიწზე და როდესაც ის არ ემორჩილება პოლიციელის მოთხოვნას, ასეთ დროს სახელმწიფოს აქვს სრული უფლება დააკავოს და დააჯარიმოს კიდევაც. ის, რაც სტრასბურგმა ოპოზიციას და აქტივისტებს დღეს უთხრა საპოლიციო ძალები და ქვეყნის ხელისუფლება რუსთაველზე შეკრებილებს 5 წლის წინ უხსნიდა. თუმცა მაშინ სახალხო დამცველი სტატუს ამოფარებული ნინო ლომჯარია რადიკალური პროცესების გამართლებას ცდილობდა. ლომჯარიას გარდა კანონდარღვევის რომანტიზების კამპანიაში ჩართული იყო NGO სექტორი, პარტიული აქტივი და ამჟამად დაყადაღებული ფონდის ხელმძღვანელი. იმისა, რომ დააკავეს სირცხვილიას აქტივისტები, პირველი იყო ლექსო, რომელიც დააკავეს შეშის გამო. მხოლოდ იმიტომ, რომ შეშა შემოქონათ. თურმე ჩვენ ახალგაზრდები ვართ ამ მომენტში კრიმინალები, რადგან აი ეს კონტრაბანდა შემოვიტანეთ ტერიტორიაზე. უკანონოს კანონიერად გასაღების მცდელობიდან 5 წლის შემდეგ წაგებული საქმის მოგებულად გამოცხადებით გაგრძელდა. ლექსო მაჭავარიანმა საკუთარ Facebook გვერდზე დაწერა, რომ მის ცხოვრებაში მნიშვნელოვანი დღეა სტრასბურგში საქმე მოიგო. ამავე პოსტში ლომჯარიას ყოფილი მოადგილე გიორგი ბურჯანაძე გამარჯვებასაც კი ულოცავს. სარჩელი სტრასბურგისთვის საიამ დაწერა 5 მთავარი მოთხოვნიდან მხოლოდ ერთი ცნეს დასაშვებად. მომჩივნის 22 საათის განმავლობაში დაკავება პროპორციული იყო თუ არა, მსჯელობა ეროვნულ დონეზე უნდა გაგრძელდეს. წაგებული დავა არის თუ არა საიასთვისაც მოგებული, კითხვაზე არ გვიპასუხეს. ძალიან ბევრ შემთხვევაში კოლექტიური ნაცმოძრაობა დამარცხდა, როდესაც სარჩელები შევიდა მათ მიერ ჩადენილ დანაშაულებთან დაკავშირებით და არანაკლებ ბევრჯერ დამარცხდა, როდესაც ისინი ჩიოდნენ მოქმედი ხელისუფლების წინააღმდეგ ადამიანის უფლების დარღვევასთან დაკავშირებით. ხო, სტრასბურგის სასამართლომ ამხილა ისინი ყველა ამ შემთხვევაში, გახსოვთ, როგორი სარჩელები შედიოდა კონკრეტული ადამიანების დაპატიმრებებთან დაკავშირებით, ტელევიზიებთან დაკავშირებით და ეს შემდეგ ყველა საქმეში სტრასბურგის სასამართლომ გაამტყუნა წინა ხელისუფლება და გაამართლა მოქმედი ხელისუფლება. შესაბამისად ეს საქმეც არის ამ ყველაფრის ლოგიკური გაგრძელება. მთავრობის მეთაურისთვის სტრასბურგის სასამართლომ ოპოზიციას მორიგი განაჩენი გამოუტანა. ევროპულმა სასამართლომ პრეცედენტული გადაწყვეტილება 20 მაისს გამოაქვეყნა.